მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი სამოგზაურო ვიდეოთი და ჩვენი შემდეგი ქვეყანა იქნება იორდანია. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდი ამ ქვეყანაში მოგზაურობას, რადგან ძალიან საინტერესო და ლამაზი ქვეყანა არის, როგორც ვიცი და მეც ძალიან მაინტერესებდა, ასე რომ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ვიმოგზაურებ იორდანიაში. ხოლო რაც შეეხება იორდანიის შემდეგ სად გავაგრძელებ მოგზაურობას? ამ ყველაფერს ცოტა ხანში ყველაფერს გაგიზიარებთ, მაგრამ თუ გაინტერესებთ, რომ პირველებმა გაიგოთ ეს ყველაფერი, აუცილებლად Instagram-ზე უნდა გადახვიდეთ, გამოიწეროთ Instagram-ი და ძალიან ბევრ საინტერესო სტორიებს უნდა ადევნოთ თვალე. Რაღაც თქმა უნდა არ დაგაუწყდეთ არხის გამოწერა, ამ ვიდეოს დალაიქება, კომენტარების დაწერა, ჩემი ჩაჯდომა უკვე იწყება, დაახლოებით 3 საათიანი გადაჯდომა მექნება სტამბულში, თურქეთში და დღეს ღამის პირველ საათზე მოკლედ ჩავალ იორდანიის დედაქალაქ ამანში და დარწმუნებული ვარ, რომ წინ ძალიან ბევრი საინტერესო თავგადასავალი გველოდება. ჩამოვფრინდი იორდანიაში ვარ. ღამის 2:30-ია უკვე და ვიზას როგორც ვიცი ადგილზე ავიღებ აეროპორტში და როგორც ვნახე დაახლოებით 40 ან 50 დოლარი ღირს. იმედია ეს პროცედურები არ გაიწერება და აქედან მალე გავალ. ქალაქი არის აქედან დაახლოებით 50 კილომეტრში და მოკლედ იმედია მალე დავბინავდები დღეს, რომ დავისვენო და ხვალიდან შევუდგეთ იორდანიაში მოგზაურობას. აი ესე გამოიყურება ჩემი ვიზა, რომელშიც გადავიხადე დაახლოებით 57 დოლარი, რაც არის 40 იორდანული დინარი. ზუსტად 2 წამში გამოვიარე ყველა შემოწმება, ვიზაც, რავი, აი უბრალოდ ფული გადავიხადე, აი ეს რაღაც ფურცელი ამომიბეჭდეს და სულ ეგიყო. ესეც ჩემი პირველი გამოსვლა და როგორც გავარკვიე ღამის 12 საათის მერე ავტობუსები აღარ დადიან და ამიტომ მომიწია ტაქსის წასვლა. და ტაქსში გადავიხდი დაახლოებით 30 დოლარს რა. აქედან არის 35-40 კილომეტრი ქალაქი, ასე რომ არც ისე ცუდი ფასია. Come on, sir. Oh. Yeah, welcome. Thank you. Yes. მოვედი სასტუმროში და იმედია შემიშვებენ, იმიტომ რომ ჩეკინი 12 საათამდე იყო ღამის და რავი 3 საათი არის უკვე თუ 4 დაიწყო და მოკლედ იმედია დავბინავდები. მოკლედ ეტყობა გულმა მიგზნო, რომ რაღაცა ვერ იქნებოდა მთლად კარგად. დავრჩი ესე სასტუმროს გარეშე, რომ მივედი, მოკლედ მეგონა რომ ეხა შევიდოდი ჩემს ოთახში დავისვენებდი, მაგრამ არ გვაქვსო თავისუფალი ოთახებიო. მეთქი დაჯავშნილი მაქვს, რას ქვია არ გაქვთ მეთქი ჩემი ოთახის არა. კიდე კაი წინასწარ არ მქონდა გადახდილი. რო არ გამოშვიდიო, ვიფიქრეთო, რომ აღარ მოდიოდიო და შენი ოთახი გავაქირავეთო და მთელი სასტუმრო სავსეაო და მეთქი. რავი, მადლობა მეთქი. დამტოვეთ ღამის 4 საათზე ქუჩაში. ქუჩებში არც ისე სისუფთავეა, მინდა გითხრათ. აი ამ სასტუმროს იმედი მაქვს. იმედი არ დამტოვებენ ამ შუაღამეს გარეთ. მომილოცეთ, დავბინავდი. აი ესე გამოიყურება ჩემი სასტუმრო. საკმაოდ ლამაზი ნომერია. აივანიც არის, ხვალდილით ვნახოთ როგორი ხედები იქნება. ყველაფერი საკმაოდ სუფთა და მოწესრიგებული. ესეც ჩვენი საბაზანო. ეს სასტუმრო 2 ღამით ავიღე და ჯამში გადავიხადე დაახლოებით 90 დოლარამდე. ის სასტუმრო, სადაც თავიდან უნდა მივსულიყავი, ბევრად იაფად მქონდა ნანახი, მაგრამ რაც მოხდა თქვენც კარგად იცით. მოკლედ წავედი, ახლა დავისვენებ, მოწესრიგდები და ხვალიდან დავიწყოთ იორდანიის და ამანის დათვალიერება. ესეც იორდანია, პატარა, მაგრამ საოცრად საინტერესო ქვეყანა შუა აღმოსავლეთში. იორდანიის ტერიტორიაზე საუკუნეების განმავლობაში გავლენას ახდენდნენ დიდი იმპერიები: ბაბილონი, რომი და ოსმალეთი. აქ ბიბლიური ისტორიები, უდაბნოები და უძველესი ისტორიული ქალაქები იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. თანამედროვე იორდანია 1946 წელს გახდა დამოუკიდებელი და დღეს ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ ქვეყნად მთელს რეგიონში. იორდანია ცნობილია თავისი საოცარი ადგილებით, პეტრა, ვადი რუმის უდაბნო და მკვდარი ზღვა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მოვინახულებთ. პეტრა, კლდეში გამოკვეთილი ქალაქი, რომელიც ერთ-ერთ ახალ მსოფლიო საოცრებად ითვლება.
ვადი რუმის უდაბნო, იმდენად შთამბეჭდავია, რომ აქ არაერთი ჰოლივუდის ფილმი გადაუღიათ. მკვდარი ზღვა კი დედამიწის ყველაზე დაბალი ადგილია. მაგრამ იორდანიის გული სწორედ დედაქალაქი ამანია. ამანი თავდაპირველად პატარა ქალაქი იყო და ბერძნულ პერიოდში მას ფილადელფია უწოდეს. სიტყვა ფილადელფია ნიშნავს ძმათა სიყვარულს, ანუ ქალაქი, რომელიც მეგობრობასა და ძმობასთან ასოცირდებოდა. დამოუკიდებლობის შემდეგ ამანი სწრაფად განვითარდა და გახდა იორდანიის პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ცენტრი. დღესაც აქ უძველესი ძეგლები, ამანის ციხე და რომაული თეატრი ახლოს დგას თანამედროვე შენობებთან, რაც ქალაქს განსაკუთრებულ ხასიათს აძლევს. ესეც ჩვენი პირველი გამოსვლა ამანის ქუჩებში და პირველი, რომელი ქვეყანაც გამახსენდა, იყო ტუნისი, რატომღაც ძალიან მივამსგავს. მაგრამ ქალაქში საკმაოდ ქაოსია, ძალიან ბევრი მანქანები დადიან, ძალიან ბევრი ხალხია გარეთ, ტურისტები ძალიან ბევრი არის სხვათა შორის და ალბათ ესეც ქმნის ამ ქაოსურ გარემოს და ქუჩებში არც თუ ისე სისუფთავია, მინდა გითხრათ. მაგრამ ქალაქში რაღაც თავისებური ენერგეტიკა ტრიალებს, რაც აი ეგრევე იგრძნობა, როგორც კი გამოხვალ ქუჩაში. ცოცხალი ქალაქია რაღაცნაირი, რაც მე პირადად მიყვარს ხოლმე მოგზაურობისას. Hello. This is my aunt. Thank you. Have a look. Maybe later. მოვახლოვდით ქალაქის ერთ-ერთ მთავარ სანახაობას, ამანის ციხეს, რომელსაც ეხლა ავალ დაგათვალიერებინებთ, მაგრამ ეს ქალაქი გამოირჩევა იმით, რომ ფაქტიურად მთებზე არის გაშენებული და საკმაოდ რთული რელიეფი აქვს და აი ესეთი ხედები იშლება თითქმის ყველა ფეხის ნაბიჯზე. ნახეთ რა ხდება და წარმოიდგინეთ, აი ასეთი ქალაქი არის თითქმის ყველგან ირგვლივ გაშენებული, აი იქით შორსაც მოჩანს, მერე დაგანახებთ ამანის ციხე აქ არის, აი აქ რო ავალთ, ყველაფერი კარგად გამოჩნდება. შემოვედი ამანის ციხეში, ბილეთში გადავიხადე დაახლოებით $4. ეს არის ერთ-ერთი მთავარი სანახაობა ამ ქალაქში, მაგრამ პირველი თვალში რაც გვხვდება არის ხედები აქედან. საოცარი ხედები იშლება ქალაქზე მიუხედავად იმისა, რომ აი რა ბეტონის ჯუნგლებს უფრო გავს ვიდრე ქალაქს. და ეხლა აი ამ გადმოსახედიდან ძალიან ვამსგავსებ ქაბულს, ავღანეთის დედაქალაქს. სხვათა შორის ვისაც ეგ ვიდეო არ გინახავთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ, ნახოთ ავღანეთის ვიდეო, საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. ნახეთ როგორი ქალაქი არის, მართლა ბეტონის ჯუნგლებივით არის, გზებიც კი არ ჩანს ბევრგან, იმდენი პატარ-პატარა შენობები არის. და აი ქაბულიც ზუსტად ესე იყო მთებზე გაშენებული და აი შენობებიც სხვათა შორის ძალიან გავს. აი როგორც წავიკითხე, ესენი იყო ჭები, სადაც წყალს ინახავდნენ. წყლის რეზერვუარები, ასე ვთქვათ. ამანის ციტადელი მდებარეობს იორდანიის დედაქალაქ ამანში. ეს არის ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ადგილი, სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში. მოგვიანებით ის რომაელებმა, ბაბილონელებმა, სპარსელებმა და ბიზანტიელებმა გამოიყენეს. ციტადელის მთავარი ნაშთები ეკუთვნის ძველი წელთაღრიცხვით მე-13-დან მე-7 საუკუნეებს. როდესაც აქ ჯერ კიდევ ამონელთა სამეფო იყო. მთავარი ნაგებობები ამ ციხესიმაგრეში არის ჰერკულესის ტაძარი, რომელიც აშენდა ახალი წელთაღრიცხვით მე-2 საუკუნეში და ბიზანტიური ეკლესია, რომელიც აშენდა მე-6 საუკუნეში. ასევე აქ მდებარეობს იორდანიის არქეოლოგიური მუზეუმი და ამ ადგილს რაც ყველაზე მეტად გამოარჩევს, როგორც უკვე არაერთხელ გითხარით, ეს არის ხედები ქალაქზე. აი ეს არის ჰერკულესის ტაძარი. უფრო სწორად რაც შემორჩა იმ ტაძრიდან. აი ასე გამოიყურება აქედან ჰერკულესის ტაძარი. წარმოიდგინეთ 23 საუკუნის არის უკვე ეს ყველაფერი აქ. 23 საუკუნი არის უკვე გასული მას შემდეგ, რაც აქ ეს ყველაფერი ააშენეს, წარმოიდგინეთ. ამ ქვებს ალბათ თვითონ ჰერკულესი ალაგებდა, თორე. აუცი, როგორ ალაგებდნენ ამ ხელაქვებს, მაშინ წარმოდგენა არ მაქვს. მაგრამ ეგვიპტური პირამიდების მერე ესენი პატარა კენჭები არის, ასე რომ არც ისე ძლიერი ყოფილა ჰერკულესი. მოვედით ჩვენ შემდეგ სანახაობასთან და აი ეს არის ის ბიზანტიური ეკლესია, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნით თარიღდება. აი ესე გამოიყურება შიგნიდან. თითქმის არაფერი აღარ არის შემორჩენილი, მხოლოდ კედლები. და გუმბათი სხვათა შორის ხის არის. და ჩემი აზრით ეს მერე გაკეთებული არის ალბათ რესტავრაციის შემდეგ. არ მგონია რომ თავიდან ხის ყოფილიყო. აი აქეთ როგორც ნახე, თვითონ მეფის სასახლე იყო და იმის ნანგრევები არის ახლა შემორჩენილი. გავიდეთ დავათვალიეროთ, რა თქმა უნდა.
რაღაც სასახლეს აღარ გავს ახლა, მაგრამ ნანგრევები კი არის ბევრი. აი ნახეთ, მთლიან წრეზე ძირითადად ერთნაირი შენობები არის, ნანგრევები, ერთნაირი ფერის შენობები და აი აქეთ ახალი თანამედროვე ქალაქი, სადაც აუცილებლად შევეცდები რომ მოვხვდე და გადავიღო ისიც. სამწუხაროდ დრონის შემოტანა იორდანიაში არ შეიძლება ამ კონფლიქტების გამო და ისედაც ამ რეგიონში ბევრ ქვეყანაში არის აკრძალული დრონის შემოტანა, ვისაც გახსოვთ ეგვიპტეში საერთოდ წამართვეს დრონი აღარ დამიბრუნეს და ეხლა ეს მეორე დრონი ვიყიდე და ამის გარისკვა ნამდვილად აღარ მინდოდა, ამიტომ არ წამომიღია საერთოდ და თქვენც გაითვალისწინეთ. მუზეუმის ყველაზე საინტერესო ნაწილს მოვადექით. სხვადასხვა თავის ქალები და ადამიანის ნეშტები არის და აი ამ თავის ქალას როგორც ხედავთ აქვს 3 ნახრეტი თავზე. და ეს 3 ნახრეტი იმიტომ აქვს როგორც წერია რომ ადრე მენტალურ პრობლემებს მკურნალობდნენ, ასე ეგონათ რომ რაღაც ეშმაკი იყო ჩასახლებული ან რაღაც და მოკლედ ტვის უზიანებდნენ ესე რა, დაახლოებით როგორც ლაბოტომია ქვია, მე მგონი აი ცხვირიდან რომ ტვინის ნაწილი გამოქონდათ ხოლმე ადრე ფსიქიატრიულებში ესე მკურნალობდნენ და დაახლოებით იგივე სპეციფიკა იყო და ეგონათ რომ ესე მკურნალობდნენ და ბოროტ სულს თუ რაღაცას დევნიდნენ სხეულიდან. აქეთ არის ესეთი პატარა ბავშვის ნეშტები, რომელიც ასევე ნაპოვნი არის არქეოლოგიური გათხრების დროს და ასე მარხავდნენ სპეციალურად ბავშვებს საძინებელი ოთახის ქვემოთო, როგორც წერია, რომ ნებისმიერ დროს შეძლებოდათ მშობლებს ნეშტის ამოღება. აი აქ რაღაც გიგანტური რომაული ქანდაკება იდგა, როგორც წერია და ეს ხელი არის ერთი შემორჩენილი. დავიძარი ჩვენი შემდეგი სანახაობისკენ და სხვათა შორის ძალიან ახლოს არის ეს მთავარი ძირითადი სანახაობები, რაც არის ამ ქალაქში რა. ამიტომ არც ტაქსის ძებნა და არც რაღაც სხვა ტრანსპორტის ძებნა საჭირო არ არის. ერთადერთი დისკომფორტი რაც არის საკმაოდ ცხელა. თან შეგახსენებთ რომ ოქტომბერი არის და ეს ითვლება ერთ-ერთ ყველაზე კარგ პერიოდად აქ სამოგზაუროთ. დანარჩენ პერიოდში ძალიან ცხელა. ქუჩაზე გადასვლა არც აქ არის მარტივი და გაძვრე. ესეც ჩვენი შემდეგი სანახაობა, რომაული ამფითეატრი, რომელშიც ახლა შევალ და შიგნიდან კარგად დავათვალიერებ. კიბეები არის აი ძალიან უცნაური. აჰა, ბოლომდეც ამოვედი. რა მომცა ახლა ამ ბოლომდე ამოსვლამ და ფორთხიალმა არ ვიცი, მაგრამ რავი მე სანანებელი რო არ მქონდეს, რატო არ ავედი ბოლომდე თქო მაგითო. ეს ამფითეატრი თარიღდება ჩვენი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნით და როგორც უმეტეს ამფითეატრებში აქაც გლადიატორების ბრძოლები და რაღაც მსგავსი შეჯიბრებები იმართებოდა. უკვე საკმაოდ ბევრ ამფითეატრში ვარ დამყოფი სხვათა შორის, ყველაზე მთავარი რა თქმა უნდა კოლიზეუმი, ტუნისშიც სხვათა შორის ერთ-ერთ ყველაზე ისეთ კარგად შემონახულ ამფითეატრში ვიყავი, ორში თან, ვისაც ნანახი გაქვთ ტუნისური მოგზაურობა, მაშინ გემახსოვრებათ, ვისაც არა და რავი, ჩემი აზრით ძალიან დიდი სიამოვნება გელოდება წინ, იმიტომ რომ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოგზაურობა იყო ტუნისში. როგორც შეატყვეთ ვიდეოში, სპონსორები არ მიხსენებია და ეს იმიტომ რომ არხს სპონსორები არ ყავს ამ ეტაპზე. ყველა მიმდინარე შეთანხმება რაც იყო უკვე სპონსორებთან ამოიწურა. დიდი იმედი მაქვს რა თქმა უნდა რომ მომავალში ისევ გავაგზავნებ თანამშრომლობას, მაგრამ მინდა მივმართო კომპანიებს, ისეთ კომპანიებს, ვინც უკვე აქტიურობს YouTube-ზე ან ახლა ფიქრობს აქტიურობას და უნდა შემოვიდეს ამ პლატფორმაზე. მოკლედ იდეალური ვარიანტი არის რომ ახლა დავიწყოთ მოლაპარაკებები, რადგან სამომავლოდ ისეთი გეგმები მაქვს და ისეთი საინტერესო მოგზაურობები მაქვს დაგეგმილი, რომ მინდა რომ გვერდით ისეთი კომპანიები მყავდეს და ამ არხს ისეთი კომპანიები ასპონსორებდნენ, რომ რაღაც ისტორია შევქმნათ ერთად რა. ხო და დიდი იმედი მაქვს რომ მალე ასეთი კომპანიები გამოჩნდებით და შემეხმიანებით. სპონსორი იქნება თუ არ იქნება, მე ამ საქმიანობაზე თავის დანებებას არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებ. შეიძლება ნაკლებად აქტიური ვიყო თუ სპონსორი არ იქნება, ან რაღაც ჩავარდნები იყოს არხზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ყველაფერს პირველ რიგში საკუთარი თავის გამო ვაკეთებ, რადგან ეს საქმიანობა მართლა ძალიან მიყვარს და ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის თქვენთვის გაზიარება კიდე ორმაგი სიამოვნება არის ჩემთვის. არც ისე მარტივი არის აქედან ჩასვლა, სიმართლე გითხრათ. ფეხი ძალიან სრიალებს და ესეთი პატარა საფეხურები არის. ძველი რომაელების დროს აქედან რო ვინმე ჩავარდნილიყო ალბათ, სასაცილო იქნებოდა, რავი.
ხალხს ერთმანეთს ახოციებდნენ და დავიძარით ქალაქისკენ, ისევ გავაგზავნოთ ქალაქის დათვალიერება. ერთი ცენტრალური ქუჩა არის კიდე, Rainbow Street ესე ქვია, სადაც ძალიან ბევრი აქტივობები არის და სხვადასხვა რესტორნები და ასე შემდეგ და მოკლედ მივალ ახლა იქაც დავათვალიერებ რა ხდება. აქ შესასვლელ ბილეთში გადავიხადე დაახლოებით 2 ან 3 დოლარი რა. მაგრამ ვიდრე ჩვენ შემდეგ სანახაობასთან მივიდოდეთ, გზად არის ერთი კომპანია, რომელიც აქირავებს მანქანებს და მინდა რომ გავარკვიო თუ არის შესაძლებელი რომ ვიქირავო მანქანა და ხვალ უკვე მე თვითონ გავაგზავნო მოგზაურობა იორდანიის დანარჩენ ნაწილებში. ტუნისშიც მანქანით ვიმოგზაურე და ბევრად უფრო მარტივად შემოვიარე ყველა ის ადგილი, ისი მონახულებაც მინდოდა და იმედია აქაც გაამართლებს და აქაც გამომივა. აი ესეთი ქაოტური ქუჩებია. ეს არ არის ცენტრალური ნაწილი და ხედავთ რაც ხდება, ნაგვით არის საოცე ყველაფერი. ტურისტები ძალიან ცოტა დადიან აქეთ. შეიძლება ითქვას, რომ ბაზარში ვარ. სპორტულები და სხვადასხვა რაღაცები იყიდება. აი ეს არის იორდანიაში მოგზაურობა. კიბეები ნახეთ და ერთი ამდენი კიდე ამოვიარე. აღმართებზე სიარულით უკვე სტამბოლსაც კი აჯობა. მინდა გითხრათ. ესენი საცხოვრებელი სახლები არის და ყოველდღე აქ სიარული წარმომიდგენია რა იქნება. ესეც Rainbow Street მოვედით. ესეთი პატარა ქუჩა არის. მე ვფიქრობდი რომ მანქანები არ ივლიან მეთქი ალბათ მარტო საფეხმავლო იქნება თქო, მაგრამ შევცდი მანქანების დადიან, მაგრამ ესეთი ქვაფენილი არის და ძალიან ბევრი მაღაზიები არის. იმედია სადმე ახლა რამე ცივი ფრეში შემხვდება, რომ დავჯდე ცოტა ხანი, დავლიო, დავისვენო და მოვიკრიბო ენერგიები. აი რამდენი რაღაცეები არის. მე ავარჩევ ახლა კარგ მშვიდ ადგილს და ცოტა ხანი მეც დავისვენო. აი ესე არის მორთული ეს ქუჩა. აქეთ სახანძრო მანქანები აყენია. დეკორაცია სავარაუდოდ. მე როგორც ცნობილმა ქაბაბოლოგმა ეხლა აქ რო ქაბაბი არ დავაგემოვნო, ისე არ შეიძლება და ეხლა გეტყვით იორდანიული ქაბაბი ჯობია თუ ლაბაძის ქაბაბი. ერთი ავიღე საქონლის, მეორე არის ქათმის. და რა თქმა უნდა არ დაგვაუწყდეს ჩემი ბროწეულის წვენი, რომელიც ძალიან გემრიელია. ქაბაბს ნაკლებად გავს უფრო რაღაც შაურმის შესახედაობა აქვს ვიდრე ქაბაბის. სიმართლე გითხრათ, დიდად არ მომეწონა. ლაბაძის ქაბაბს არჩევად არის, ბევრად ჯობია, მაგრამ ისედაც როგორც ქაბაბის პირობაზე დიდად არ მომეწონა რა. რაღაც უცნაური соуსი აქვს დამატებული და ისეთ გემოს აძლევს, რომ მე პირადად დიდად არ მომეწონა. მჟავე კიტრი აქვს ასევე და ეს მჟავე კიტრიც რაღაც ჩემი აზრით არ უხდება რა, მოკლედ რავი 10-დან 4 ამ ქაბაბს. არადა ძალიან ბევრი ხალხი იდგა და ალბათ ადგილობრივებს მოწონთ, მაგრამ მე დიდად არ მომეწონა. ეხლა საქონლის დავაგემოვნოთ. შიგთავსი იგივე არის, რაც ქათმისაში იყო, უბრალოდ აქ საქონლის ხორცი არის. რავი, მე პირადად არც ეს არ მომეწონა რა. აი ეს რაღაც იოგურტივით соуსი აქვს. ცოტა მომჟავო და რავი, მე პირადად არ მომწონს. ერთადერთი ის არის, რომ ამ ორივე ქაბაბში გადავიხადე დაახლოებით $2 ალბათ ან $3 რა. ასე რომ თუ ბოლომდე არ შევჭამე არ დამენანება. დაილოცოს ჩვენი ქართული ქაბაბი რა. დღეს გავიარე ალბათ 10 კილომეტრი უკვე და სასტუმრო აქვე არის, ასე რომ შორს წასვლას აღარ ვაპირებ. აქედან პირდაპირ სასტუმროში წავალ. დავისვენებ და ხვალდილით უკვე გავაგრძელებ იორდანიის ცენტრში მოგზაურობას. შევეცდები მანქანა ვიქირავო, როგორც უკვე გითხარით, იმედია გამომივა. სამწუხაროდ კომპანია აქ ვერ ვნახე ქალაქში, მაგრამ შევეცდები რომ ინტერნეტში რამენაირად დავჯავშ. აი ესე გამოიყურება ღამე ეს მთავარი ტურისტული ქუჩა. ამ ქალაქში სავარაუდოდ აღარ დაუბრუნდები, გეგმები ისე მაქვს, რომ ხვალ აქედან რო წავალ, მოკლედ სადაც მივდივარ ის ქალაქი სადაც არის ჩემი ბოლო დანიშნულება. აქაბა ქვია მე მგონი. იქ დავასრულებ ჩვენს მოგზაურობას, ასე რომ არ მგონია რომ ამანში ისევ დავბრუნდე. ამიტომ ვეცდები რომ ყველაფერი ბოლომდე კარგად დავათვალიერო. იმ ქუჩებთან შედარებით, სადაც დღეს ვსეირნობდით,
ეს ბევრად უფრო მოწესრიგებული და სუფთა არის. რადგან ტურისტული ადგილია, ალბათ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ და ასუფთავებენ. კიდევ ერთი დღე იორდანიის დედაქალაქ ამანში, სასტუმროდან უკვე გამოვედი და ახლა შევეცდები რომ ვიქირაო მანქანა. დღეს არის პარასკევი აქ და პარასკევობით ყველაფერი ისვენებს, როგორც სხვა ქვეყნებში კვირას არის დასვენების დღე, მუსულმანური ქვეყნების უმეტესობაში დასვენების დღე არის პარასკევს. ასე რომ ეს გაითვალისწინეთ ხოლმე და იმედია დაკეტილი არ იქნება ახლა ყველაფერი. უпростоრად მაღაზიები დაკეტილია ყველაფერი. იმედია მანქანის გაქირავებაც დაკეტილი არ იქნება. ეს შანთა რომ მიკეთია უკან მაქვს ჩვეულებრივი მოშენება. მართლა აი იმ ხელაზე იზრდება ეს შანთა რომ ჩვეულებრივი მიშენებასავით. აი ესეთი მანქანა ვიქირავე და ამითი გავაგრძელებ მომდევნო 3 დღის განმავლობაში მოგზაურობას იორდანიის ცენტრისკენ. აი ესე გამოიყურება ჩემი ტრანსპორტი. აბა რა სიტყვით. ამაზე კაი ვარიანტი არც იყო სიმართლე გითხრათ. Nissan Sunny. და ამ მანქანაში 3 დღეში გადავიხადე $150 და ძვირია, მაგრამ ეს იმიტომ არის, იმან გააძვირა უпростоრად ფასი, რომ ამ მანქანის დატოვება მინდა სხვა ქალაქში, ქალაქ აკაბაში და ამან გააძვირა მოკლედ ეს ქირაობა, თორე ისე ბევრად უფრო ნაკლები გამოვიდოდა დაახლოებით $60-70. აი ესე სუფთად და ლამაზად გამოიყურება შიგნიდან. აბა დავიძარით ჩვენი Nissan Sunny-ით. იმედია კარგად ვიმგზავრებთ დაახლოებით 600 კილომეტრი გვაქვს ჯამში გასავლელი და ნახოთ ტუნისივით მარტივად ვიმოგზავრებთ თუ არა მანქანით. თან მინდოდა რომ კომფორტულიცა და დიდი მანქანა ყოფილიყო, იმიტომ რომ შეიძლება 1-2 დღე მომიწიოს მანქანაში ცხოვრება და ამიტომ მოკლედ ტუნისთან შედარებით დიდი მანქანა ავარჩიე რა. დაიწყო Google Map-მა რაღაც უცნაური გზებით ტარება. სად დავდივარ? კაცმა არ იცის, მაგრამ ისეთი სახლები დგას ფონი ჭალაში მეგონა თავი უცებ. მოვედით ჩვენს დღევანდელ პირველ სანახაობასთან. მოკლედ იორდანიაში ყველაფერი არის ერთ გზაზე რა. სამხრეთით მიდიხარ და ყველა ძირითადი სანახაობები არის აი ერთ გზაზე. ასე რომ ჩვენი პირველი გაჩერება დღეს იქნება ნებოს მთა. ნებოს მთა არის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი და ამ ადგილს გამოარჩევს ის, რომ მოსემ პირველად სწორედ აი ამ მთიდან დაინახა აღთქმული მიწა, რაც არის დღევანდელი პალესტინის და ისრაელის ტერიტორია. აი ესეთი ხედები იშლება ნებოს მთიდან. ტურისტები რა თქმა უნდა საკმაოდ ბევრი არიან. აი ეს გიგანტური ქვა თქვენი აზრით რა უნდა ყოფილიყო? როგორც აღმოჩნდა, ეს იყო ძველი ბიზანტიის დროს აი ამ მონასტერის კარები. აი აქ რა მონასტერიც იყო ძველი ბიზანტიის დროს. იმ დროინდელი კარები იყო, წარმოიდგინეთ ეს ამხელა ქვა. აი ეს არის მთავარი გადმოსახედი წერტილი, საიდანაც ალბათ მოსემ პირველად დაინახა აღთქმული მიწა. აი ეს არის მკვდარი ზღვა აქეთ და ამის იქით უკვე არის დღევანდელი პალესტინის და ისრაელის ტერიტორია. აი ასე გამოიყურება თვითონ ტერიტორია ეზო. აი ახლა შევიდეთ და თვითონ ეკლესიაც დავათვალიეროთ შიგნიდან. აი ასე გამოიყურება შიგნიდან ეს ეკლესია და როგორც ნახე, მე-4 საუკუნეში აშენდა პირველად აქ პატარა ეკლესია, რომელიც სავარაუდოდ მოსეს საფლავზე უნდა ყოფილიყო აშენებული. ასეთი ინფორმაცია ვნახე. და მე უკვე საუკუნეების განმავლობაში ეს ყველაფერი იცვლებოდა. მისი საფლავი, რა თქმა უნდა, უცნობი არის და სავარაუდო მისი დასაფლავების ადგილიც უნდა ყოფილიყო ნებო, რადგან ასევე ბიბლიაში წერია, რომ როგორც კი მან დაინახა ეს აღთქმული მიწა, ამ მთაზევე მოკვდა, მოსედა. ამიტომაც ითვლება, რომ სავარაუდოდ მისი საფლავიც აქ უნდა ყოფილიყო და ეს ეკლესიაც სწორედ მის
საფლავის საპატივსაცემოდ ააშენეს, ასე ვთქვათ რა. აქედან გეტყვით ჩემი ულამაზესი მაისურის შესახებ რამოდენიმე სიტყვას. დაკვირვებულმა თვალმა ალბათ უკვე შეამჩნია Instagram-ზე ძალიან ბევრმა მომწერა და მოკლედ ჩემმა უკრაინელმა მეგობრებმა, რომლებსაც აქვს თავისი კომპანია სხვადასხვა რაღაცებს პრინტავენ და ძალიან ბევრ საინტერესო პროდუქტს ამზადებენ, რაც მე პირადად საქართველოში მართლა არ მინახავს რა. და ამ ყველაფერთან დაკავშირებით პატარა გათამაშებასაც ვაპირებ. აი, მსგავსი რაღაცეები მაქვს ახლა აქ ჩავსვა ვიდეოში, სადმე ჩანთაზე სამაგრები, მაცივარზე მისაწეპებლები და სხვადასხვა რაღაცეები, რომელსაც თქვენი ტელეფონით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, როგორც კი თქვენ ტელეფონს დაადებთ, ამ ნიუტს პირდაპირ შევხვალთ ჩემს YouTube არხზე. ხო და ესეთი პატარა სიმბოლური რაღაც საჩუქრები მინდა რომ გავათამაშო, ვისაც სურვილი გექნებათ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დაწეროთ ამ ვიდეოს ქვეშ ერთი კომენტარი, ან რავი, ორი კომენტარი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია კომენტარი იყოს დაწერილი და Instagram-ზე უნდა ყავდეთ გამოწერილი, რომ გამარჯვებულს გამოვავლენ Instagram-ზე. ამ ვიდეოს დადებიდან ზუსტად 10 დღეში გავაკეთებ გათამაშებას Instagram-ზე, ასე რომ ყურადღებით იყავით და გამარჯვებულებს შემთხვევითობის პრინციპით გამოვავლენ, რა თქმა უნდა და რავი, ჩემგან პატარა სიმბოლური საჩუქრები გექნებათ. შეგიძლიათ თქვენ თვითონ აარჩიოთ, რაც თქვენ გინდათ რა. ხოლო რაც შეეხება ვინც ამზადებს ამ ყველაფერს, Instagram-ს დაგიტოვებთ, აქაც ამოვანათებ, აღწერაშიც დავტოვებ და შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ, ბევრ საინტერესო რაღაცებს აკეთებ. წავედით გავაგრძელოთ გზა, დღევანდელი გეგმა არის რომ ჩავიდე პეტრამდე და იმედია დაღამებამდე გამომივა. გზად კიდე მაქვს რამოდენიმე ადგილი მონიშნული, რისი მონახულებაც მინდა, ასევე მკვდარი ზღვა მინდა მოვინახულო და იმედია ჩავასწრებ დაღამებამდე რა. მოვედი მკვდარი ზღვის სანაპიროზე, მე ცურვას არ ვაპირებ, უბრალოდ ჩავალ და დავათვალიერებ რა ხდება და მე უკვე გავაგრძელოთ გზა პეტრასკენ. ფასიან სანაპიროზე მოვედი, როგორც ჩანს, იმიტომ რომ 10 დინარი მითხრეს შესასვლელ ბილეთში, რაც დაახლოებით 15-16 დოლარია და ნამდვილად არ ვაპირებ გადახდას, იმიტომ რომ რავი, არც ცურვას არ ვაპირებ, არც შეზლონგები მჭირდება და არაფერი. 10 წუთი მინდოდა შესვლა უბრალოდ, რავი, ნახვა როგორ არის სანაპირო გაკეთებული და ასე შემდეგ. ამიტომ გავაგრძელებ გზას და წინ სადმე, სადაც უფასო იქნება სანაპიროზე ჩასვლა, იქ ჩავალ. აი, ასეთ მშვენიერ პანორამულ ხედზე გავჩერდი, საიდანაც ძალიან კარგად ჩანს მკვდარი ზღვა და რამოდენიმე საინტერესო ფაქტს აქედან გეტყვით ამ ადგილის შესახებ. როგორც უკვე გითხარით, მკვდარი ზღვის მეორე მხარეს უკვე ისრაელის ტერიტორიაა, აქეთა მხრიდან იორდანია ესაზღვრება და მკვდარი ზღვა მდებარეობს ზღვის დონიდან -430 მეტრზე, საიდანაც იზომება ზღვის დონე, წარმოიდგინეთ, იმაზე 430 მეტრით უფრო დაბლა არის, რაც ამ ადგილს კიდევ უფრო უნიკალურს ხდის. და სხვა მარილიან წყლებთან შედარებით, აქ მარილის დონე 10-ჯერ უფრო მეტი არის და ვისაც გინახავთ აქ როგორც ურავენ, მოკლედ წყალში არ იძირები, რა ვერ ჩაიძირები. მე რა თქმა უნდა ახლა აქ არ ვაპირებ წყალში ჩასვლას, იმიტომ რომ მაქვს მსგავსი გამოცდილება, რაც გემართება მე აქედან ამოსვლისას თუ მალე არ გადაივლე წყალი და აქ ახლა ამის შესაძლებლობა არ არის, ამიტომ ნამდვილად არ მიღირს ახლა. ვისაც არ გაქვთ ნანახი ეგვიპტეში მოგზაურობა, იქ ვიცურავე ზუსტად აი ესეთ მარილიან წყალში, სადაც არ იძირები რა. რაც თავისებური უცნაური შეგრძნება არის, მინდა გითხრათ. სანაპიროზეც ჩამოვედი. ცურვას არ ვაპირებ, მაგრამ წყალი არის ძალიან თბილი. და რაღაც ძალიან უცნაური სუნი აქვს წყალს. თითქოს აი გოგირდიან წყალს რო სუნი აქვს. აგერ ვიღაცები არიან ჩამოსული, ცურავენ მშვენივრად. სულ არ უნდათ ამათ მე აქედან წყლის გადავლება, არა და აი მზეზე ეს რო გაშრება, ეს მარილი არის აი საშინელება, უბრალოდ ვისაც გამოგიცდიათ, მიხვდებით რასაც გულისხმობ რა. აუცილებელია აქედან რო ახვალ წყალი გადაიღო ეგრევე რომ ეს მარილი მოიშორო და ისიც არ გშორდება კარგად რა. აი ზუსტად ეგ გამოცდილება მქონდა ეგვიპტეში რა. სივა ოაზისში რო ვიყავი და იქ ვიცურავე და იქიდან რო ამოვედი დაახლოებით 1.5 საათი ვერ მოვახერხე წყლის გადავლება რა, შორს იყო უბრალოდ ის ადგილი, სადაც სუფთა წყალი იყო და აი ეგ 1.5 საათი რომ ახსენდება, საშინელება იყო. სანაპირო აი ესე გამოიყურება. სანაგვე არის ჩვეულებრივ. სამწუხაროდ. ეხლა ამ ხელს დავუვიგან, თორე აი უკვე სუმარილიანი მაქვს ეს ხელი.
Всё, წავედით. პატარა შესვენებას მოვაწყობ, ეხლა თან ბენზინის ჩასასხმელად გავჩერდი, ბაკს გავავსებ. ფასი ბენზინის დაახლოებით იგივე არის, აქაც 1 ლიტრი დაახლოებით $1 რა. ფაქტიურად ისეა როგორც საქართველოში რა, დიდად კი არ მახსოვს საქართველოში რა ღირს, იმიტომ რომ ელექტრომანქანა მყავს და აღარ მჭირდება ხოლმე ეს, მაგრამ დაახლოებით იგივე ფასია რა. ეხლა ბაკს გავავსებ, მე მაღაზიაში შევალ, რამეს ვიყიდი და გავაგრძელებ გზას. როგორც ჩანს, დაღამებამდე ვერ ჩავალ. 34 კილომეტრი არის დარჩენილი, ვითომ არაფერი, მაგრამ აი ეს უღელტეხილი უნდა გადავიარო ეხლა და აი ხა მთებს რასაც ხედავთ, აი ეს მთები უნდა გადავიარო. საინტერესო 1 საათი გველოდება წინ. გული მიგწევს. ისე კარგი გზა არის. ნელ-ნელა უფრო და უფრო ცუდისკენ მიდის და არ ვიცი. სადმე მიყვანს ეს გზა, მაგრამ სადღაც ისეთ მთებში ვარ, რომ აქედან უკან დაბრუნებაც რო დამჭირდეს, მე მგონი გზას ვეღარ გავაკეთე. ვერ ასიზავდით, გავურისკავდით ესე მოგზაურობას? არა და ხო შეგიძლია რა, ეხა ამ ფასად ნებისმიერი ტური აიღო. მიგიყვანენ კომფორტულად, მოგიყვანენ, აუც, ყველაფერი გექნება, მაგრამ აუც, მე მაინც ეს ყველაფერი მირჩევნია რა. მიუხედავად იმისა, რომ ვიტანჯები, ნერვიულობ, აუც, ყველაფერი, მაინც ესე მოგზაურობა მირჩევნია მე პირადად რა. იმედია თქვენც მოგწონთ. ჩამოვედი მეგობრებო, ესეც ქალაქი ვადი რუმი, მე მგონი სწორად ვამბობ, თუ არასწორად ვამბობ. ხვალ ყველაფერს გამოვასწორებ, იმიტომ რომ ეხლა ცოტა დავიღალე და შეიძლება რაღაცები არასწორად მახსოვს, მაგრამ მოკლედ სასტუმროც ვნახე, $40 ვნახე, პირდაპირ პეტრასთან არის, პეტრა არის აქედან დაახლოებით 200 ან 300 მეტრში, ანუ ხვალ პირდაპირ ფეხით გადავირბენ დილით და დავათვალიერებ კარგად ყველაფერს რა. ეხლა წავიდეთ სასტუმროში, დავბინავდეთ და ვნახოთ, შეიძლება დღეს გამოვისეირნო ქალაქში ცოტა, დავათვალიეროთ ღამის ვადი რუმი, იმიტომ რომ მაგარი გულაობა არის, ეხლა ისეთ ხმები მესმის მუსიკის, რომ როგორც ჩანს ხალხი ერთობა. ესეც ჩემი სასტუმრო. ნახოთ აბა როგორი იქნება შიგნით. თუ ეს გეგონათ ჩემი სასტუმრო, მაშინ მოტყუდით მეგობრებო, იმიტომ რომ ჩემი სასტუმროა აი ეს. პაწაწუნა სასტუმრო. აი ეს არის განსხვავება სპონსორიან და არასპონსორიან მოგზაურს შორის. აი სპონსორები რომ მყავდეს, იქით დავრჩებოდი. უსპონსორო კაცი ვარ და აი აქეთ ამ პატარა სასტუმროში დავრჩები. Hello. I have reservation. Yes. აბა რა დავხვდება, მე მგონი ნორმალური ოთახია. შვენიერი. საბაზანოს ვნახოთ. სუფთა, ყველაფერი კარგად არის. ძალიან კარგი. აი ესე გამოიყურება ჩემი $40 სასტუმრო, საუზმე შედის, 9 საათამდე არის საუზმე და სამაგიეროდ პეტრა არის აქედან ძალიან ახლოს. მოკლედ გულმა მაინც არ მომითმინა, რომ ცოტა ხანი მაინც არ გამოსულიყავი გარეთ და მიმდებარე ტერიტორია მაინც არ დამეთვალიერებინა. ასე რომ გავისეირნოთ, ვნახოთ თუ არის რამე საინტერესო ახლო-მახლოს. აი ესეთი გულაობა ყოფილა თურმე პეტრასთან. მე მეგონა რაღაც რესტორნები იყო და მანდ იყო ეს მუსიკა ჩართული, თურმე ერთობიან ადგილობრივები.
არ მგონია მარტო ადგილობრივები, მაგრამ ალბათ რაღაც მეზობელი ქვეყნებიდან უფრო მეტი ტურისტი იყო, იმიტომ რომ ისეთი ნაცნობი გარეგნობის ვერავინ ნახე. აქეთ გამოვედი ახლა სხვა ქუჩაზე. Welcome to Dortmund. Thank you. პატარ-პატარა მაღაზიები არის, ბევრი, სხვადასხვა საკვები ობიექტები. გამეხوار დავაგემოვნოთ. თან დღეს ისეთი არაფერი მიჭამია. ერთი სული მაქვს, როდის გათენდება ხვალინდელი დღე, რომ პეტრას დათვალიერება დავიწყოთ, იმიტომ რომ აი იმდენი ხნის განმავლობაში მინდოდა ამ ადგილის ნახვა, აი რაღაც კიდე ერთი პატარა ოცნების ახდენასავით არის რა. კიდე ერთი მსოფლიოს საოცრება ჩემს სიაში და მოკლედ ძალიან მიხარია რა. ამანი მაინც დედაქალაქია და ისეთი ქაოსია, ცოტა სიბინძურეც არის, ხმაურია და იტყობა რომ ისე ტურისტებისთვის გათვლილი ქალაქი არ არის რა მოკლედ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი სანახაობაა და აი ამ ქალაქს უკვე ეტყობა რომ აი ეს არის 100%-ით ტურისტებზე მორგებული ქალაქი, თავის კაფეებით, მაღაზიებით, ქუჩებით სისუფთავი არის ყველგან და მოკლედ აი ეტყობა რომ ტურისტებზე გათვლილი ქალაქია რა. გავჩერდი პატარა შესვენებაზე, სადაც ყველაზე მეტი ხალხი იჯდა, მეც იქ შემოვედი და მოკლედ ახლა შევუკვეთე ძალიან უცნაური რაღაც რა. რატო შევუკვეთე არ ვიცი, იმიტომ რომ რეალურად ძალიან მშია და რო ვერ ვჭამო, ძალიან გული დამწყდება რა, მაგრამ მოკლედ შევუკვეთე შაურმა აკლემის ხორცით რა. თითქმის ყველა კერძს ამზადებენ აქ აკლემის ხორცით რა, ძალიან უყვართ და იყო არჩევანი, მაგრამ რატომღაც გადავწყვიტე რომ შემეკვეთა აკლემის ხორცით რა. ხო და რავი, იმედია მომეწონება როგორც მინიმუმ და შევჭამ ბოლომდე. თან ეხლა რომ დავფიქრდი, აკლემის ხორცი ნაჭამი არ მაქვს რა. რძეკი დამილევია, მაგრამ ხორცი მე მგონი არ მიჭამია და ეხლა დავაგემოვნოთ ერთად. მოვიდა როგორც იქნა და აბა დავაგემოვნოთ. რაღაც соуსი აქვს ისეთი ცხარე, რომ სხვა გემო საერთოდ არ იბრძნობა არაფერი. მოკლედ ორი სიტყვით რომ შევაფასო, თუ შეჭამ საქონლის ხორცის გემოზე, გემრიელია რა. იმიტომ რომ გემოზე თან რაღაცით გავს რა, მაგრამ ფსიქოლოგიურად მაინც რომ იცი რომ აკლემის ხორცს ჭამ, რაღაც გემრიელად ვერ ჭამ რა, რაღაც ფსიქოლოგიური ის გაქვს რა მაინც წინააღმდეგობა. წავედი მოკლედ აქ დავასრულო დღევანდელი დღე. ამას იმედია ბოლომდე შევჭამ, იმიტომ რომ ძალიან მშია. მოვინდობებ ყოველ შემთხვევაში. და მე დავბრუნდები სასტუმროში, დავისვენებ და ხვალ დილიდან დავიწყოთ პეტრას დათვალიერება, ასე რომ რა თქმა უნდა ამ ვიდეოს ბოლომდე უნდა უყუროთ მთავარი სანახაობები ჯერ კიდევ წინ არის. შემოვედი მეგობრებო, ოფიციალურად ვარ დაკარგული ქალაქი პეტრას ტერიტორიაზე და შემოსასვლელ ბილეთში გადავიხადე, აი თუ გამოიცნობთ აბა რამდენი, $67. $67 ღირდა აქ შემოსვლა. იმედია მოლოდინებს გაამართლებს. ეს არის პირველი გამოკვეთილი ნაგებობა, რაც შემხვდა ამ გზაზე. პეტრას დაცვა. მაგარი დაცვა აქვს. ვიდრე პეტრას დათვალიერებას დავიწყებდეთ, ტრადიციულად რა თქმა უნდა გაგიზიარებთ ამ ადგილის შესახებ საინტერესო ფაქტებს. პეტრა არის იორდანის ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ადგილი და ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს ამ ადგილს. ეს არის მთლიანად კლდეში გამოკვეთილი ქალაქი. პეტრა დაარსდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით მე-6 საუკუნეში, ნაბატეველთა სამეფოს პერიოდში. ისინი იყვნენ უდაბნოს ვაჭრები, რომლებიც აქედან აკონტროლებდნენ სავაჭრო გზებს, არაბეთიდან ხმელთაშუა ზღვამდე. მთელი ქალაქი გამოკვეთილია წითელ ქვაში, ამიტომაც მას ხშირად ვარდისფერ ქალაქსაც ეძახიან. პეტრას შესასვლელი არის ვიწრო კანიონი, სიიქი, რომლის სიგრძე დაახლოებით 1 კილომეტრია. მისი გავლით პირდაპირ ხვდები პეტრას ყველაზე ცნობილ ნაგებობასთან ალ-ხაზნე, რაც არაბულად ნიშნავს საგანძურს. სწორედ ეს ხედია პეტრას მთავარი სიმბოლო და ალბათ ყველაზე მეტად ცნობილი მთელს იორდანიაში. პეტრაში დგას 800-ზე მეტი ნაგებობა.
ტაძრების ამარხები და სხვადასხვა შენობები. აქ არსებობდა წყლის მოწესრიგებული სისტემა, რომელიც უდაბნოში ქალაქს უზრუნველყოფდა წყლით. მეცნიერთა აზრით ეს სისტემა თავის დროზე იყო ტექნიკურად ყველაზე მოწინავე მთელს რეგიონში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ საუკუნეების განმავლობაში პეტრა მსოფლიოსთვის დაკარგული იყო და მხოლოდ 1812 წელს შვეიცარიელმა მოგზაურმა იოჰან ბერგჰარტმა თავიდან აღმოაჩინა ეს ადგილი და მას შემდეგ მსოფლიოს ახალ საოცრებად ითვლება. 2007 წელს პეტრა შეარჩიეს ახალი 7 საოცრებიდან ერთ-ერთად. პეტრას სანახავად ყოველდღიურად ათასობით ტურისტი ჩამოდის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. საღამოს ტარდება წარმოდგენები, ალხაზნე ირთვება ასობით სანთლით და მთელი უდაბნო იძენს განსაკუთრებულ ატმოსფეროს. პეტრა ეს არის ადგილი, სადაც ისტორია და ბუნება იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. თუ იორდანიაში მოხვდებით, პეტრა აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ძალიან სამწუხაროა, რომ აქ დრონის შემოტანა არ შეიძლება, იმიტომ რომ საოცარ კადრებს გადავიღებდით რა, მაგრამ სამწუხაროდ აკრძალულია. აი ესე გამოიყურება კანიონი, გზა, რომელიც პეტრამდე მიდის. ჩვენ აქედან გავუწვრეთ. ოპა. მგონი ტუალეტი ახაურობა. დიდად საინტერესო არაფერი არის. იმდენად დაუჯერებელია, რომ აქ ერთ დროს იყო ჩვეულებრივი ქალაქი, წარმოიდგინეთ, ხალხი ცხოვრობდა, მუშაობდა, ჩვეულებრივი ქალაქი იყო და ეს ქალაქი მთლიანად რო აი ესე კლდეებში არის გამოკვეთილი რა. რამდენად საოცრება არის მართლა. უბრალოდ კლდეც არ არის რა, იმ მთლიანი კანიონი არის გადაქცეული ქალაქად, წარმოიდგინეთ. აი ესე გამოიყურება ის წყლის გაყვანილობა, რითიც იყო ცნობილი ეს ქალაქი და აი ამაში მთლიანად გადიოდა დასალევი წყალი. წარმოიდგინეთ, როგორ ქონდათ მოწყობილი ყველაფერი. მაგიტომაც ითვლება, რომ მაშინ ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქალაქი იყო. აი ორივე მხარეს მიუყვება ესეთი წყლის გაყვანილობა, საიდანაც მიედინებოდა ქალაქის ყველა წერტილში დასალევი წყალი. სხვათა შორის ძალიან ბევრი ცნობილი ფილმი არის აქ გადაღებული, ძალიან ბევრი, ანუ ჩამოთვლა რო დავიწყო, არ ვიცი, ალბათ ბევრი გამორჩება, მაგრამ შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია. მაგრამ ყველაზე ცნობილი, რა თქმა უნდა, აქ რაც გადაუღიათ არის ინდიანა ჯონსი, ლეგენდარული და ასევე ბოლო პერიოდში რაც გადაიღეს, როგორც ვიცი, არის მეთ დეიმონი თამაშობს, მე მგონი, მარსზე რომ იფრინავს და იქ რო რჩება, მე რა ვისაც გინახავთ ეგ ფილმი, მე პირადად ძალიან მომეწონა. სხვათა შორის წიგნი უფრო მომეწონა, რომ წავიკითხე, მაგრამ ფილმიც კარგი არის და ეგეც აქ არის გადაღებული, იმიტომ რომ როგორც ამბობენ, მარსის ლანდშაფტს ძალიან გაქვს აქაურობა და ალბათ ამიტომ მარსზე ჯერ არ ყოფილვარ, ვერ შევადარებ, მაგრამ იმედია ეგ დღეც დადგება როდესმე. ზუსტად ვიცი, რომ ბევრი დამიწერთ ეხლა ვარძიას და მეც ნამყოფი ვარ ვარძიაში და საოცარი სანახაობა არის ვისაც ვარძია არ გინახავთ, არც იფიქროთ ჯერ აქ ჩამოსვლა, ჯერ ვარძია ნახეთ, იმიტომ რომ დამიჯერეთ არანაკლები საოცრება არის ჩემი აზრით. მაგრამ უბრალოდ მაგ ყველაფერს სჭირდება ბევრი მუშაობა, რომ თელმა მსოფლიომ გაიცნოს ალბათ რა ჩემი აზრით, იმიტომ რომ თუ იმდენ ადამიანს მივაწვდენთ ხმას, რომ საქართველოშიც გვაქვს მსგავსი საოცრება ვარძიის სახით. ჩემი აზრით არანაკლები ტურისტი ჩამოვა მაგ ყველაფრის სანახავად. ისედაც ბევრი ჩამოდის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა ამის სანახავად. და აი ისიც გამოჩნდა პეტრას მთავარი სანახაობა. ყველაზე კარგად შემონახული ნაგებობა. სამწუხაროდ შიგნით შესვლა არ შეიძლება. მე მეგონა რომ შევძლებდი შიგნით გადაღებასაც, მაგრამ სამწუხაროდ აკეტილია. საოცრება არის ამდენი საუკუნის განმავლობაში როგორ შემოინახა ეს ყველაფერი რა. თან მით უმეტეს რომ კანიონი არის და წყლის ძალიან დიდი ნაკადი არის ყოველთვის აქ. მთლიანად მთელი წვიმის წყალი აქ ჩამოდის და ეს კანიონიც ხო საუკუნეების განმავლობაში ეგრე იქმნებოდა და უბრალოდ საოცრება არის როგორ შემოინახა ამდენი საუკუნის განმავლობაში ეს ყველაფერი. ეხლა ვაპირებ რომ აი აქ ავიდე, აქედან ადიხარ აი ამ მთაზე, საიდანაც უფრო ლამაზი ხედები იშლება პეტრაზე. მოკლედ პეტრაში მოგზაურობა საკმაოდ ძვირი ჯდება.
$77 ბილეთი, ეხლა კიდე დაახლოებით $15 ამ თაზე რო ამოვიდე და აქედან ლამაზი კადრები გადავიღო. ამოვედი, მაგრამ ამ $15 გადახდა ნამდვილად ღირს, რადგან აქედან ბევრად უფრო კარგი ხედები იშლება. ეს ადგილი ალბათ ბევრს გეცნობათ, იმიტომ რომ ვინც იორდანიაში ჩამოდის, აქედან გადაღებული ფოტოები მოკლედ ძალიან ბევრი დევს Instagram-ზე განსაკუთრებით. ასე რომ ვინც აქ ჩამოხვალთ, ის $15 არ დაინანოთ, აქ ამოდით და ბევრად უკეთეს ფოტოებს გადაიღებთ, რადგან ქვემოთ ძალიან ბევრი ტურისტია და ისედაც აქედან ბევრად უფრო საოცარი ხედები იშლება. შეგახსენებთ, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, რომ კიდევ უფრო ბევრი საოცარი და საინტერესო ადგილები გაგიზიაროთ და ერთად ვიმოგზაუროთ მსოფლიოს ყველაზე ლამაზ და გამორჩეულ ადგილებში. კიდევ ერთ ესეთ საოცარ უძველეს ნაგებობას მოვადექი. აი ასე არის შემონახული დღესდღეობით, ეტყობა კიდეც კედლებს როგორ არის გამოკვეთილი, როგორ იდეალურად არის სისწორე ნახეთ. და შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი აშენებული არის ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში. ასე რომ უბრალოდ წარმოიდგინეთ, რამხელა ცოდნას ფლობდნენ მაშინ ადამიანები. როგორც მინიმუმ ასეთი წყლის გაყვანილობა, როგორიც აქ იყო, სხვაგან მსოფლიოში იმ დროში, როგორც ვიცი, მსგავსი ტექნოლოგია არსად არ იყო. ამ ყველაფრის მოფიქრება და მე განხორციელება ძალიან რთული იყო და ნამდვილად დასაფასებელია ეს ყველაფერი. გამოვედი რაღაც დიდ ცენტრალურ მოედანს გავს თუ რაღაცა, სადაც ძალიან ბევრი შენობები არის ყველა მხარეს. აი ასე გამოიყურება ძველი ნაქალაქარი. გავიაროთ, დავათვალიეროთ რა ხდება. აი კიდე ერთი შენობა არის ღია. და საშინელი სუნი დგას, სავარაუდოდ ადგილობრივების ტუალეტი არის და აქ შესვლას არ ვაპირებ. ეს დაკეტილი არის, შიგნით ვერ შევალ, მაგრამ ქვებს ნახეთ როგორი ფერი აქვს. მას თითქოს ხელოვნურად არის შეღებილიო ისეთი ლამაზი ფერებია. მეორე მხარეს გავაგზავნოთ ახლა ჩვენი მოგზაურობა. აქეთაც რაღაც ძალიან ბევრი შენობები ჩანს და ავიდეთ დავათვალიეროთ. აქეთ არის მინიშნება საუკეთესო ხედი იშლება აქედანო და ბავნახოთ. აქ არის მინიშნება. მოვედი და აი ასეთი საოცარი ხედი ყოფილა აქედან თურმე თეატრზე. ძველი ამფითეატრი. საოცარი ხედები იშლება აქედან მთლიან ქალაქზე. ნახეთ რამდენი საოცარი შენობა არის. ეხლა ზემოდან რასაც უყურებ თითქმის აი არსად ხალხი არ დადის და ყველა დაკეტილი არის შესასვლელი რა. ამფითეატრში შესასვლელიც და სავარაუდოდ უსაფრთხოების გამო არის ასე, ჩემი აზრით. ავადექით კიდევ ერთ ნაგებობას კლდეში, რომელში შესვლაც მე მგონი შეიძლება, იმიტომ რომ ადამიანები არიან ზემოთ და ავიდეთ ახლა დავათვალიეროთ. საკმაოდ დიდი კომპლექსია, მინიმუმ 3-4 საათი მაინც უნდა გათვალოთ, მეტი თუ არა გააჩნია თქვენ რა ტემპში გადაადგილდებით. ჯერ ნახევარი გზაც არ გამომივლია და დილიდან აქ ვარ რა. და დაახლოებით 1-2-3 საათი კიდე დამჭირდება. აქედან აი ჩემს უკან კიდე არის ძალიან დიდი ტერიტორია, რაც უნდა დავათვალიერო. ესე გამოიყურება შიგნიდან. რაღაც ძველი ჭურჭლის ნატეხებიც კი არის შემორჩენილი ჯერჯერობით. მენა ინდიანა ჯონსი. ამოვედი, აი ესე გამოიყურება ეს შენობა. თუ შეიძლება რომ შენობა დავარქვათ ამას. აი ეს ფერები ნახეთ უბრალოდ ზემოთ, როგორი ფერები აქვს ქვას რა. ბუნებრივი არის თან. Welcome. Yeah. Welcome, my friend. Hello. Hello, how are you? Thank you. Where you from? From Georgia. Georgia. Nice to meet you. Thank Nice, you. welcome. First time here? In Jordan, yeah. You are. Thank you.
How you find it? This place? Yes. Or this place knows everyone, I think. That's really good. Yeah. Because now you are in the most biggest cave in Petra here. This one is the most biggest cave. Because this was a court in the Nabatean time. Ah, Yeah. In the Roman time, it was a temple. In the Ah. Byzantine time, it was a church. okay. From inside, if you talk, everyone can hear you. Voice. From here? Yes, from the voice. Because the Oh. voice, it's make this voice to the mountains. Okay, it's interesting. აი ესეთი საინტერესო ინფორმაცია გავიგე სრულიად შემთხვევით. რომაელების დროს რაღაც ტაძარი ყოფილა და მე უკვე ბიზანტიის იმპერიის დროს ეკლესია იყო აქ და ესეთი საინტერესო რაღაც მითხრა, არ ვიცი რამდენად მართალია და სავარაუდოდ არ ვიცი როგორ გადავამოწმებ ამას, მაგრამ აი აქედან შიგნით რომ ხმამაღლა ილაპარაკო, ყველა გაიგებსო შენ ხმასო რა, აი თლიან ქალაქს ესმოდაო აქედან ხმაო რა, სპეციალურად არის ისე მოწყობილი რომ ეკო აქედან გამომავალი გაეგო აქ მაცხოვრებელ ყველა ადამიანს. აი ესეთი საინტერესო რაღაც მითხრა რა. რამდენად მართალია რა თქმა უნდა არ ვიცი. დავიძარით შემდეგი სანახაობებისკენ. აი ესეთი ერთი ცენტრალური გზა არის და ამას რომ მივყვები აქეთ-იქით არის მთელი ეს საოცარი სანახაობები. ერთი წუთით წარმოიდგინეთ უბრალოდ რა საოცარი სანახაობა იქნებოდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში ეს ყველაფერი. თავის დროზე, როდესაც აქ სიცოცხლე ჩქებდა და შენობები არის ყველაფერი, რომ თავის ადგილზე იყო ყველაფერი, უბრალოდ წარმოიდგინეთ რა საოცარი სანახაობა იქნებოდა რა. დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი მაგ დროში და ვიმოგზაურებდი. Yeah. Nice. You like? I like it. Thank Where you. you made it? Where you make it? In Georgia. Welcome, brother. Where are you from? From Georgia. Welcome. Nice to meet you. Thank you. Have a good day. Bye. ძველი ნაბატეველები, ვინც ეს ყველაფერი ააშენა, იყვნენ ძველი არაბული წარმოშობის ხალხი, რომლებიც თავიდან უბრალოდ აი ესეთი წყემსები იყვნენ და პატარ-პატარა დასახლებები ჰქონდათ და მე უკვე ნელ-ნელა გადმოსახლდნენ ისეთ სავაჭრო მნიშვნელოვან გზებზე დასახლდნენ, ასე ვთქვათ და ნელ-ნელა ესე გამდიდრდნენ, ფულის შოვნა დაიწყეს, ასე ვთქვათ და ამ ყველაფერმა თავის დროზე შედეგიც გამოიღო და პეტრა იყო ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ყველაზე თანამედროვე ქალაქი იმ დროში და სავაჭრო ცენტრი იყო, რაც ყველაზე მთავარია. აქ გადიოდა ყველა სავაჭრო გზა ამ რეგიონში. ბოლო ლოკაცია, რაც დამჩა აქ სანახავი არის მონასტერი, რომელიც არის აქედან დაახლოებით 2 კილომეტრში და ფეხით ძალიან რთული არის იქ ასვლა, იმიტომ რომ სულ აღმართზე მიდიხარ და მოკლედ ძალიან რთული არის და აი გზას გავაგზავნებ ახლა ესეთი საყვარელი ტრანსპორტით. არის ეს არ ვიცი, ვირი არის თუ ჯორი თუ რა არის არ ვიცი. Salama. No. Hold on. Stop, it's okay. Don't. You want the whole the way video? No. Okay. აი ესე გავაგზავნებ ახლა გზას მეგობრებო ამ ჯორით თუ რაღაცა ვირით. რომელი არის არ ვიცი, დამიწერეთ კომენტარებში. We're gonna climb 850 steps now. Okay. Don't worry, it's very safe and every day we'll take tours. He already knows the road, yes? Yeah, I know the road. Because every day they do this. Yeah. ეს აპერიცის თავისი გზა, სადაც უნდა წავიდეს. Excuse me, sorry. Easy. Don't worry. No, I don't like this. Huh? I don't like. You don't like to go fast? No. ვეუბნები ნურტყავ მეთქი უკნიდან, იმიტომ რომ ძალიან ჩქარა გარბის მე და წიხლებს იქნევს. გადმომაგდოს მეშინია, მაგრამ მაინც ურტყავს ეს აჩქარებს. აშკარად ფეხით სიარული ჯობია. ფეხით ესე ძალიან არ დავიღლებოდი, ეხა უფრო დავიღალ. უფრო ნერვიულობამ დამღალა, იმიტომ რომ სულ მგონია რომ წაიქცევა სადღაც გადამაგდებს. საშინელება რა მინდოდა.
მოვსულიყავი ჩემთვის ფეხით. არა კარგია რომ აქედან უკან ფეხით დაუბრუნდები. ერთი გზა ავიღე მარტო ეს. ვირიციარული. Okay, this is From here is the station. Only 5 minutes, 7 minutes. okay. So this is parking and he knows. Yeah? Yeah, you know the park. Okay. ავედი, მაგრამ ისეთი ნანერვიულებიო. არაფრის თავი აღარ მაქვს. უკვე რა ხედები იშლება აქედან ნახეთ. არც ისე პატარა გზა დარჩენილა კიდე წინ გასავლელი. ფაქტიურად იმ ჯორით ნახევარი გზა ამომიყვანა რა. წესით თლიანი გზა უნდა ამოვეყვანე, მაგრამ კაი ბევრი ყოფილა გასავლელი. აი ესეთი კიბეები ადის გზა ბოლომდე. მთელი გზა ესეთი სუვენირები იყიდება, როგორც ჩანს ადგილობრივების მთავარი შემოსავალი. Where are you from? I'm from Georgia. Georgia. You must welcome. You know Georgia? Where is Georgia? Where? It's a small country and it's near the Black Sea. There in the Black Sea. Yeah, near the Turkey, Azerbaijan, Armenia, Russia. You must welcome. We are Thank from you. Bedouin. You are Bedouin. Yes. So you live here? Yes, we live here. Where is your home? The home behind the mountain. Behind this mountain. Yeah. And you go walking every day or you have Yes, horse? also with Or... a donkey, with a mule. Okay, 25 family, they live in a cave. 25 families. Okay. Some people, they live in the house in Bedouin village. But people, they live in a cave. So what is your job? Like selling tourists some souvenirs or what? Like everybody here, they work in the donkey, camel. Yeah. We are, all of us here, we work photograph. Photograph. Yeah. Okay. Some people, we take them up there. Hey, in the jar. we take you up. If you want, Yes. also if you want, we didn't like to push you, you know. If you decide, after you take your time, we take you there, and from there you can see the Palestine, and you see the desert. Yeah, You see the desert, Wadi Araba, and you see the Black Mountain. Okay. You see more things. It's 5 minutes. Okay. გამოიწერეთ არხი. Good. Yeah. გამოიწერეთ არხი. გამოიწერე არხი. Conversating. No. გამოიწერეთ არხი. No? No. Make like later for them. Yeah. Yeah. It's like subscribe channel. Okay. Yeah. ამოვედი როგორც იქნა. და აი ესე გრანდიოზულად გამოიყურება ეს ტაძარი. აი ასეთი საოცარი მონასტერი არის და წარმოიდგინეთ რამხელა ქალაქი იყო, რომ დაახლოებით, რავი, 40 წუთი არის მოვდივარ, ჯერ იმ რაღაც ჯორით მოვდიოდი და ეხლა კიდე ამდენი ფეხით ვიარე და ძლივს მოვედი და ეს ქალაქი აქ არ მთავრდება კიდე, რაც მთავარია, აქეთ კიდე არის ძალიან ბევრი ძველი ასეთი ნანგრევები და შენობები. იმ დროისთვის ალბათ საკმაოდ დიდი ქალაქი იყო. მაგრამ ჩემი ლაშქრობა აქ ჯერ კიდე არ დასრულებულა, რადგან აქედან დაახლოებით 3 წუთის გზაზეო არის ძალიან საოცარი ხედი. სამყაროს დასასრული, ესე ქვია, ამ ხედს და აბა ვნახოთ რა ხდება. აი ესეთი ხედები იშლება აქედან და ჯერ ბოლომდე არც მივსულვართ. მოვედი მეგობრებო და თუ მზად ხართ, რომ საოცარი ხედები გაგიზიაროთ, ეხლა თქვენც მაშინ არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს დალაიქება. არ ვიცი კამერა რამდენად კარგად გადმოსცემს ამ ყველაფერს, მაგრამ საოცარი ხედები იშლება აქედან და როგორც მითხრეს, აქედან მკვდარი ზღვაც უნდა ჩანდეს, მაგრამ სამწუხაროდ რაღაც ღრუბელივით არის თუ მტვერი არის და კარგად არ ჩანს წინ ყველაფერი, მაგრამ საოცარი ხედები იშლება აქედან, მინდა გითხრათ.
აი კლდეებში არის ყველგან რაღაც პატარ-პატარა რაღაცები გამოჭრილი რა, ზოგან პატარა ოთახები, ზოგან ესე საფეხურებივით. რაც უცნაური რაღაცები არის ყველგან. აი ესე გამოიყურება ამ მონასტერის მიმდებარე ტერიტორია, შეგიძლიათ დაჯდეთ, დაისვენოთ, რასაც ეხლა გავაკეთებ მეც. დავჯდები, დავისვენებ ცოტა ხანი. ციუწყალსაც დავლევ და ერთ რჩევას მოგცემთ, რომ აქ ვინც წამოხვალთ, კარგი სალაშქრო ფეხსაცმელი ჩაიცვით აუცილებლად რა. ქალებმაც და კაცებმაც. არ გაიპრანჭოთ, რომ იქ რაღაც კაი ფოტოები უნდა გადავიღო და რაღაც ეგ დაივიწყეთ. თუ ზურგჩანთაში ჩადებ რაღაც ისეთ ფეხსაცმელს, რომელიც ფოტოში გინდა რომ კარგად გამოჩნდეს, მესმის, მაგრამ სიარულში ძალიან ხელს შეგიშლით, დამიჯერეთ. ავბრუნდი ისევ მთავარ სანახაობასთან და ხალხი ცოტა შემცირდა, მაგრამ აინც საკმაოდ ბევრი ტურისტია. დავბრუნდი ჩემ მანქანასთან და ვერ წარმოიდგენთ ისეთი ბედნიერი ვარ. დღევანდელი გეგმა ფაქტიურად შესრულებულია, მაგრამ მაინც შევეცდები, რომ დღეს ჩავიდე ქალაქ აკაბაში, სადაც ფაქტიურად დასრულდება ჩვენი ეს ძალიან საინტერესო მოგზაურობა და რას ვაპირებ მე და სად ვაგრძელებ მოგზაურობას ამ ყველაფერს, როგორც კი იქ ჩავალ და დაუბინავდები, აუცილებლად თქვენც გაგიზიარებთ, ასე რომ ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს. დავჯექი როგორც იქნა, მოკლედ რო აგიხსნათ, დაახლოებით დილის 10 საათი იყო, რომ შევედი პეტრას დასათვალიერებლად და ეხლა არის 5:30 ჩემთან და აი ეხლა დავჯექი პირველად დასასვენებლად. ფაქტიურად არც გავჩერებულა რა. ძალიან დავიღალე და ეხლა თან დავაგემოვნებ აი ამ უგემრიელეს ნამდვილ იორდანიულ პიცას. იმედია ესეც რაღაც აკლემის ან რაღაც გაურკვეველი ცხოველის ხორცს დარიქნება და ემრიელად შევჭამ. ყველი როგორ იწელება, გონახეთ. იმდენი რაღაცები აქვს, ბურგერს უფრო გავს, მაგრამ ცუდი არ არის. უბრალოდ იმდენი რაღაცის გემოირევა, რომ რთულია რაღაც ერთი კონკრეტული გემო დაიჭირო, რომ აი გემრიელია თუ არა, ძალიან ბევრი გემო არის. დავბრუნდი ჩემს მანქანაში, ავა და სნექები მოვიმარაგე, ენერგიები აღვიდგინე და შეგვიძლია გავუდგეთ გზას. ხანდახან მოგზაურობისას, როდესაც კონტენტს აკეთებ განსაკუთრებით, მაშინ გავიწყდება ხოლმე, რომ რაღაც მომენტში შენ თვითონაც მიიღო სიამოვნება, იმიტომ რომ იმდენად გადართული ხარ ხოლმე ვიდეოს გადაღებაზე და იმ ყველაფერზე, რომ ეს ყველაფერი ხარისხიანად გააკეთო. ხანდახან გავიწყდება, რომ შენ თვითონაც მიიღო სიამოვნება. და ამიტომ უბრალოდ ეხა არ შემეძლო, რომ არ გამეჩერებინა და ამ გულამაზესი მზის ჩასვლით არ დავმტკბარიყავი და მოდი ერთად დავტკბეთ ამ ულამაზესი სანახაობით და მერე გავაგრძელოთ გზა. ჩამოვედი მეგობრებო, მაგრამ ისეთი უცნაური რაღაც გადამხდა თავს, რომ ესეთი რამე ჯერ არასდროს არ მქონია. როგორც კი ქალაქს მოუახლოვდი, ან Google Maps ჩვეულებრივად მუშაობდა, მოვდიოდი Google Maps მოუყვებოდი რა. უცებ რაღაც დაემართა, გაითიშა და ჩემს ლოკაციას ეხლაც მაჩვენებს ამანის აეროპორტში რა და უცებ დავიბენი რომ მეთქი რაღაც არასწორად ხო არ მოვნიშნე და ამანში ხო არ ჩავედი რა არა და მანქანა აქ უნდა დავაბრუნო ამ ქალაქში აქედან ამანი არის დაახლოებით 500 კილომეტრში რა ხო და მეთქი მე ხო არ შემეშალა რაღაც და აი ძალიან ვინერვიულე გზაში რომ მეთქი ეხა მთელი ღამე მომიწევს ისევ სიარული რომ იქ ჩავიდე და მოკლედ ამ ფიქრებში ვარ რა რომ რა უქნა და მე ვიღაცას ვკითხე რომ მეთქი ქალაქი აკაბა მეთქი სად არის რა და აი პასუხს ველოდებოდი როგორცი რომ მეთქი აი ეხა რომ მითხრას რომ აქ რა უნდა აკაბას მეთქი всё ეგაა და აქეთ არისო რა ესე მიმანიშნა და ანუ ახლოს არის ხო მეთქი და კიო აქედან რომ დაახლოებით 10 კილომეტრშიო და მოკლედ რო გითხრათ არ ვიცი რა დაემართა ჩემს ლოკაციას არც ერთ რუკაზე არ მიჩვენებს სად ვარ ყველა რუკაზე მიჩვენებს ერთი და იგივე ადგილს ამანის აეროპორტს რა და რატომ მოხდა ესე არ ვიცი
არ სპეციალურად ხო არ არის რამე ამ ქალაქში უსაფრთხოების გამო ესე გაკეთებული, იმიტომ რომ ისრაელის საზღვართან ვარ ძალიან ახლოს, აქ არის საზღვარი ისრაელის და არ ვიცი, ამასთან დავაკავშირე. სხვა ლოგიკური ახსნა ამ ყველაფერს ვერ მოუძებნე. და რაც ყველაზე რთული იყო, სასტუმროს ძლივს მოვაგენი. Google Map-ით მოვდიოდი სასტუმრომდე და რო გაითიშა, აი როგორ უნდა მოვაგნო, აზზე არ ვიყავი მანქანით, რათა პოლიციამაც რამოდენიმეჯერ გამაჩერა და მოკლედ ბოლოს გამიმართლა, იმიტომ რომ აი სრულიად შემთხვევით მოვადექი ჩემს სასტუმროს. აი დაახლოებით როგორც ვიცოდი, სად უნდა წავსულიყავი, როგორ უნდა წავსულიყავი, რო უნიშნავდი და აი რაღაც სხვადასხვა შენობების სახელებით მოვაგენი მოკლედ და აი ესე გამოიყურება ჩემი სასტუმრო. აი აქ დავჯავშნე ჩემი ნომერი. დავბინავდი და ესეც ჩემი $25 ნომერი. აქეთ ერთი ესეთი დიდი ოთახი. აქეთ ესეთი მისაღები ოთახი მაქვს და აქეთ არის სააბაზანო, რომელიც საკმაოდ სუფთად გამოიყურება. მოკლედ დღეს გარეთ გასვლას აღარ ვაპირებდი, რადგან საკმაოდ ბევრი ვიარე უკვე ფეხით, მაგრამ ისე მომეწონა ეს ქალაქი რა, ისეთი ლამაზი ქალაქი არის, რომ მინდა რომ გავიდე და დავათვალიერო და თქვენც დაგათვალიერებინოთ. ამიტომ ამ ვიდეოს აქ არ დავასრულებ. გავიდეთ ახლა გარეთ, კარგად დავათვალიეროთ ეს ქალაქი, შეძლებს დაგვარათ რამდენსაც მოვახერხებთ და მე უკვე შევაჯამოთ ჩვენი იორდანიული მოგზაურობა და სამომავლო გეგმებსაც რა თქმა უნდა გაგაცნობთ. გამოვედი მე გარეთ, როგორც ხედავთ და ქალაქი აქაბა არის საპორტო ქალაქი. ესაზღვრება წითელი ზღვის ერთ-ერთ ყურეს, აკაბის ყურეს ესაზღვრება და მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი არის არა მხოლოდ იორდანიისთვის, არამედ მთლიანად ახლო აღმოსავლეთისთვის. როგორც ნახე, საკმაოდ დიდ როლს თამაშობს და ქალაქსაც ეტყობა საკმაოდ მოწესრიგებული და ისეთი დიდი ქალაქი არის, განვითარებული. ჩემი სასტუმრო ფაქტიურად ქალაქ გარეთ არის და აქ არის ძალიან ბევრი თევზის რესტორნები. ეხლა რომ გამოვედი, თევზის სუნად ყარს აქაურობა, პირდაპირ მნიშვნელობით, ძალიან ცუდი სუნი დგას, მაგრამ ძალიან ბევრი რესტორნები არის და როგორც ჩანს, რაღაც ესეთი თევზის რესტორნების ქუჩა არის მთლიანად. სხვათა შორის ჩემს სუსტად მოპირდაპირე მხარეს, ანუ ეს ყურე რაც შემოდის, ამ ყურის მეორე მხარეს არის უკვე ეგვიპტე და იქით მხარეს მდებარეობს ისეთი ცნობილი კურორტები, როგორიც არის შარმელ-შეიხი მაგალითად. აი ასეთი ხალხმრავლობა არის ქუჩებში. მაგრამ ჯერ ეს არ არის ისევ ცენტრალური ნაწილი, მანქანით სადაც გამოვიარე, იქ ბევრად უფრო სილამაზე იყო და რაც იორდანიაში ვარ ჩამოსული, უკვე მე რამდენი მეხუთე დღე არის მე მგონი. პირველად დავინახე მაკდონალდს. სხვა ქალაქებში არ დამინახავს არსად. მეც ცივი გავიყოლოთ ახლა გზაში. ფორთოხლის ფრეში ავარჩიე მოკლედ და ძალიან გემრიელია. წარმოიდგინეთ, რამდენად მნიშვნელოვანი ქალაქი იყო თავის დროზე აქაბა, რადგან სამ კონტინენტს აკავშირებდა ერთმანეთთან. ევროპას, აზიას და აფრიკას. სულ თავიდან პატარა მეთევზეების სოფელი იყო და მერე დაიპყრეს ზუსტად აი იმ ხალხმა, ვინც პეტრა ააშენა და განავითარეს აქ ის სავაჭრო ცენტრი. მერე უკვე ბიზანტიელებმაც დაიპყრეს, რომაელებმაც და ასე შემდეგ. და დღესდღეობით იორდანიის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქალაქია. აი ესეთი რაღაც პატარა პარკი არის, ძალიან ლამაზად არის ყველაფერი გაკეთებული და ადგილობრივები ზიან, ისვენებენ. აი სადღაც აქ გამაჩერა მეც პოლიციამ რომ გადამამოწმა. ჩემი მართვის მოწმობა და მანქანის პასპორტი შეამოწმეს. აი იქით არც ისე შორს განათებები რომ მოჩანს, უკვე ისრაელის ტერიტორიაა. ქალაქი ელათი უნდა იყოს წესით ის. You're looking for me. My name is Ahmad. You work in South Beach. You live in Holland 8 years. Please, you have all people tourists. Sure. These people, can you pay taxi $3? For me, you pay $1. Okay? Diving-ზე მეპატიჟება და მაგარი თვალია. Sure. Diving. Not diving, snorkeling. Yeah, snorkeling. Snorkeling. Alien mask, not fins. Okay. Alien mask, not fins. Can be for me $5. Okay. Fence, but mask $5. Good place. Very Can you preferable. break shape? Can take for you 4 მე days. მეთქვით ხოლმე რომ ტიტრები რატო არ ადექო და აი მართლა არაფერი არ მესმის. ტიტრები Me გასდავა. speak Holland. Speak Holland. Okay. Not a problem. Thank You you. want my number? Can take for you. Okay. Can take Okay. my number. Okay, okay. 078 669
7075. This is Okay. my number. This Guys, good people Mego, bro. can help you everything. These Guys, people that want too way. much safety. Please, Okay. can the people who want to snorkeling can talking for me, okay? Okay, thank you. See you tomorrow. Can call me number. Okay. Every day not to wait here. Okay. Yes. მე რო ყველამას დაურეკავ და მელოდოს. ანამდე არ წაიყვანოს არავინ სხვა დაივინგს. სხვათა შორის დაივინგი აქაც განვითარებულია, როგორც წავიკითხე. ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის აქ სპეციალურად მაგისთვის. ადგილობრივებიც და ტურისტებიც. ისევე როგორც ეგვიპტეში პრინციპში რა ამ ყურეში საკმაოდ სუფთა წყალი არის და კარგი არის დაივინგისთვის, მოკლედ რო ვთქვათ. დავბრუნდი მეგობრებო სასტუმროში და აი ამ მისაღებიდან მოკლედ შევაჯამოთ საბოლოოდ ჩვენი იორდანიული მოგზაურობა. მოკლედ რომ გითხრათ, იმედი მაქვს ძალიან დიდი, რომ თქვენთვისაც ზუსტად ისეთივე საინტერესო იყო ეს მოგზაურობა, როგორც ჩემთვის პირადად. ძალიან გამორჩეული მოგზაურობა იყო, რადგან მსოფლიოს კიდევ ერთი საოცრება მოვინახულე და ჩავწერე ჩემს სიაში. და იმედი მაქვს ეს ყველაფერი კარგად გადმოგეცით თქვენს და თქვენს კარგად შეიგრძენით ეს ყველაფერი და მთელი ეს მოგზაურობა. რაც შეეხება იორდანიას, ძალიან მარტივად სამოგზაურო ქვეყანა არის, ტურისტებზე კარგად მორგებული ქვეყანა არის, ასე რომ ვინც აპირებთ ჩამოსვლას, არაფერზე არ ინერვიულოთ, პირდაპირ გეტყვით, შეგიძლიათ მშვიდად და თავისუფლად ჩამოხვიდეთ, იმოგზაუროთ, ძალიან კარგი ხალხია, კეთილი ხალხია, უსაფრთხოების მხრივ, რა ვიცი, ერთ-ერთი ალბათ უსაფრთხო ქვეყანა არის, სადაც ყოფილ ვარ, საერთოდ არანაირი პრობლემა არ შემქმნია, არც ხალხის მხრიდან, არც პოლიციის მხრიდან, არაფერზე, მოკლედ შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ და თავისუფლად იმოგზაუროთ. ფასებს რაც შეეხება, ჭამა და სასტუმროები საკმაოდ იაფია, სასტუმრო შეგიძლიათ 15-დან რაღაც $30 ფარგლებში ნახოთ, ნორმალური კარგი სასტუმრო. ჭამას რაც შეეხება, დაახლოებით დღეში ალბათ $10 დაგიჯდებათ, მთელი დღის რაციონი, ასე ვთქვათ, დილით საუზმე სავარაუდოდ სასტუმროში იქნება, ასე რომ დაახლოებით $10 კვებაზე რო გათვალოთ, მე მგონი იდეალურად გეყოფათ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს, ვინც ჩემთან ერთად იყავით, ვისაც არ გეზარებათ არხის გამოწერა, ერთი თითის დაჭერა არის და რა დასაზარებელი არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ვიდეოებს ისე უყურებთ, რომ არხის გამოწერილი გაქვთ, კომენტარების დაწერა არ გეზარებათ, ერთი სიტყვა მაინც ან ერთი რამე სმაილი მაინც და რა თქმა უნდა ვიდეოების დალაიქება, ეს ყველაფერი ძალიან ეხმარება ჩემს არხს განვითარებაში და სამომავლო გეგმების განხორციელებაშიც ძალიან მეხმარება. და რაც შეეხება ჩვენს შემდეგ მოგზაურობას, ალბათ ბევრი უკვე მიხვდით, მაგრამ ვინც ვერ მიხვდით, შემდეგი ქვეყანა იქნება ისრაელი. ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, ალბათ ძალიან ბევრი მილიონი ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანა არის, რადგან ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარეობს უამრავი, ალბათ მსოფლიოში ყველაზე მეტი მნიშვნელოვანი ადგილი, განსაკუთრებით ქრისტიანებისთვის, რა თქმა უნდა, და შევეცდები, რომ ყველა ეს ადგილი საკუთარი თვალით ვნახო, გადავიხო, თქვენც გაგიზიაროთ, რა თქმა უნდა, ასე რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომდევნო ვიდეოებს კარგად დაელოდებით და მეც რაღაც ცოტა ისე უყურებ, რომ ცოტა საპასუხისმგებლო მოგზაურობა იქნება, რომ კარგად გადმოგცეთ ეს ყველაფერი და კარგად გადავიხო და მოკლედ ერთად ვიმოგზაუროთ ისრაელის ტერიტორიაზე, ასე რომ რა თქმა უნდა, არხი უნდა გქონდეთ გამოწერილი, რომ არ გამოგჩეთ შემდეგი ვიდეოები. წავედი ახლა, დავისვენებ, მოვემზადები ხვალისთვის და ხვალ დილიდან შევეცდები, რომ როგორმე გადავკვეთო ისრაელის საზღვარი. იმედია პრობლემა არ იქნება და ყველაფერს მარტივად გავიყვე. წავედი და დაგიბრუნდებით შემდეგი საინტერესო ვიდეოთი, ისევ და ისევ იორდანიიდან, მაგრამ მერე უკვე ისრაელიდან.